მოდი დავიწყოთ ბაჩიაშვილის საქმით. რას გეუბნება თქვენ ეს საქმე? რას ნიშნავს ეს? ან სამართლებრივად, მორალურად, მაგრამ ამავდროულად გეოპოლიტიკურადაც სად გვახვედრებს ეს საქმე? მოგესალმებით, მიგესალმებით ტელემაყურებელს. პირველივე სიტყვას ვიტყვი, ეს არის mafia state. არსებობს ასეთი განმარტება, mafia სახელმწიფო, ანუ არა ის, რომ ქვეყანაში მაფიოზები ცხოვრობენ და არამედ იმას, რომ მთლიანად მთელი სახელმწიფო სისტემა არის მაფიოზური. ეს არის ამ განმარტების მთავარი ამოსავალი წერტილი და აი ეს ორი საქმე, რომელიც თქვენ ახსენეთ და განსაკუთრებით დღევანდელი ასევე ავგან მუხთალის საქმეც, ამის მკაფიო გამოხატულებაა, ხო? ეს არის არაფორმალური, არაკანონიერი, აბსოლუტურად გასული, ყველანაირი სამართლებრივი, მორალური გნებავთ ტრადიციების ჩარჩოდანაც, ხო, რაზე ვლაპარაკობთ, ხა ქართული ოცნება, რომელიც მუდმივად აპელირებს, რომ ქართველობა, რაღაც ვაჟკაცობა, კაცობა და ასე შემდეგ, მე მეორეს მხრივ იქცევა ისე, როგორც აი ამ ორი кейსის, ორი შემთხვევის იმაში ვნახეთ, ხო, ამ რაღაცა ხტომილებებში. ამიტომაც ვამბობ, რომ ეს არის სტანდარტული სახის mafia state, სადაც ბოსი აფრთხილებს საკუთარ ქვეშევრდომებს, რომ ყველგან მოგწუდებით და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არანაირი კანონი, არანაირი კონსტიტუცია, არანაირი სამართალი და მორალი არ მაინტერესებს. თავარია ჩემთვის, რომ თქვენ ხართ ჩემი ყურმოჭრილი მონები და თუ კი დაარღვევთ იმ წესებს, რომელსაც მე ვაწესებ, თქვენ ყველა შემთხვევაში დაისჯებით. ეს არის მთავარი გზავნილი, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, რასაც ჩვენ ახლა უყურებთ, ხო, რაღაც ერთგვარი გადახალისებაა ქართულ ოცნებაში. ბიძინა ივანიშვილი რაღაც ახალ კარტებს ალაგებს, ამაზე ჩემს წინ მყოფმა ისაუბრა და აღარ შეგაწყენ თავს. აი ამ პირობებში, როდესაც ადამიანების ნაწილი თავად გაუშვეს, ხოლო ნაწილი კი საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა სახელმწიფო სამსახურებიდან, მკაფიო გზავნილი გაუგზავნა აი ამ ბაჩიაშვილის ასე ვთქვათ, პირდაპირ ეთერში აი ამ მოვლენათა ჩვენებით, რომ ის ყველას გაანადგურებს, თუ კი მას არ მოეპყრობიან ისე, როგორც მისთვის არის მისაღები. აქ დასრულებულია ქართული ოცნების პირობებში, ამიტომაც უწოდებთ ჩვენ მას, ამიტომაც არის ის რუსული რეჟიმი. ქართული ოცნების პირობებში საქართველოში სახელმწიფოებრიობაა დასრულებული, ხო? ისე როგორც სასამართლო სისტემას ვხედავთ ჩვენ, ძალოვან სტრუქტურებს, ყველაფერს ემსახურება ერთადერთ რამეს, რაც აი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწერილ წერილში კარგად ჩანს, ფული. ბიძინა ივანიშვილის ფული, რომლის იქითაც ბიძინა ივანიშვილს არაფერი აინტერესებს და ყველაფერი სწორედ აი ამაზე აგებული. რა არის ასეთ რეჟიმებთან დაპირისპირების გზა მაშინ? მოდი ამაზე ვთქვათ ორ სიტყვით, რომ ეს სპეციფიკური რაც მოდელი არის, რა ჩრდილოკავკასიური მიქსი რაღაც კიდე სხვა ქვეყნების მაგალითებთან, მაგრამ არ არის კარგი და მარტივი, რაც მთავარია, როცა თან ეფექტურია ამ ყველაფერში მეტნაკლებად, ხო? ეხა ვაღიაროთ, კი, ბაჩიაშვილის გაპარვა იყო დიდი დარტყმა ივანიშვილის ძლევამოსილების შესახებ წარმოდგენებზე, მაგრამ მის დაბრუნება ასევე იყო ძალიან დიდი არგუმენტი მისთვის, რომ ძალიან კრიმინალური მენტალიტეტისთვის, მაგრამ ამ კაცს ეხა აი ნახე რები შეუძლია. მე შევხვდა ბევრი ოცნების გულმხმოვანი მხარდამჭერისათვის, რომელსაც ახლა არც ადამიანის უფლებები ადარდებს და არც კანონი და არც რა, მისთვის არის, რომ ძლიერია რა, როგორ რაღაც გააკეთე ხა, იმან იქ რა დაირღვა და როგორ დაირღვა არ ადარდებს. ხო და აი ასეთ რეჟიმთან დაპირისპირების მეთოდი რა შეიძლება იყოს? პრინციპულობა რა, ნუ აი პრინციპულობა, რაც ჩვენ ნახეთ იგივე ჯაფარას ქმედებაში, რომელმაც აქ ნახეთ რა არის, ბევრი იყო კამათი იმაზე, რომ არ შეიძლება ფული. მოდი გადავიხადოთ ფული და დავრჩეთ გარეთ, იმიტომ რომ პოლიტიკურ პროცესს ასე ჭირდება, ლიდერები გარეთ უნდა იყვნენ. მე ვფიქრობ პირიქით, ამიტომაც არის და მივესალმები და სწორია ჯაფარას გადაწყვეტილებაც, აი ნიკამელიას გადაწყვეტილებაც, ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებაც. ეს ბრძოლა თუ კი ციხეზე გადის, მაშინ ეს ადამიანები და ჩვენც ხა საკუთარ თავზე არ მინდა ბევრი საუბარი, ხო? მაგრამ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, ყველანი მზად არიან და მზად ვართ, რომ აი ამ პრინციპულობას თუ კი ის ციხეზე გადის, გავიაროთ. ხო, ნუ დაწყებული 1000 ჯერ მithქვამს პირდაპირ ეთერში, დაწყებული პირველივე დღიდან შეიქმნა თუ არა ჩვენი პარტია, მივყვებით აი ამ პრინციპულ გზას და მას მერე რაც არჩევნები მოიპარა ბიძინა ივანიშვილმა, შეუქცევად პროცესად მიგვაჩნია აი ეს არ თანამშრომლობა რეჟიმთან, რუსულ რეჟიმთან, გამარჯვებული
პროდასავლური პარტიების თანამშრომლობა ჩვენთვის არის მიუღებელი. იმიტომ რომ სხვა შანსი ამ პრინციპულობის გამოვლენის არ არსებობს. პირდაპირ ვამბობ, მოდი დავსვათ ეს კითხვა ასე. თებერვალში ყველა ჩვენთაგანს თუ კი მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას და მკაფიო გზავნილს გავაგზავნიდით ოცნების მიმართულებით, რომ ჩვენ არ შემოვდივართ ოქტომბრის არჩევნებში, გულისხმობ ყველა გამარჯვებულ პარტიას და ახალ პარტიებსაც, რომელსაც პროდასავლური უნდა უწოდოთ, მაშინ მივიღებდით თამაშის ახალ წესებს, რომელსაც ჩვენ შევთავაზებდით ოპოზიციური პარტიები. გადავიდოდით სრულიად ახალ, თუნდაც კონფრონტაციულ ფორმატში, რა თქმა უნდა, ხო, არანაირად სხვა ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან არ გამოვა, ეს არის კონფრონტაცია და დაპირისპირება, მაგრამ ამ პრინციპულობის საფუძველზე ჩვენ აუცილებლად გადავიდოდით ახალ ეტაპზე ურთიერთობის და მოვიგებდით დროს. მე მიმაჩნია, რომ ოქტომბერში მაინც მოუწევთ ამ ადამიანებს უარის თქმა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხისთვის არის ის ხალხი, ნახეთ, ქუჩაში ხალხია, ციხეში ხალხია, სამსახურებიდან გამოყარეს ამ პრინციპულობის გულისთვის და ჩვენ ვამბობთ, რომ ამის ლოგიკური გაგრძელება პოლიტიკაში არის ღია და მკაფიო განცხადება თავის დროზე და მყისიერად, რომ არ თანამშრომლობთ აი ამ და არ შევდივართ აი ამ არჩევნებში. ეს არის მკაფიო გზავნილი ჩვენგან და მიმაჩნია, რომ ამ გზას შეიძლება წერტილოვანი დარტყმა ვიღაცას ასე ეჩვენება, მაგრამ ახლა ზედმეტი მხატვრულობისგან თავ შევიკავებ, ეს წერტილოვანი დარტყმები ნამდვილად გაანადგურებს აი ამ პრინციპულობის წერტილოვანი დარტყმები ნამდვილად გაანადგურებს საბოლოო ჯამში. ანუ მოდით ვთქვათ ორი სიტყვა იმ საერთაშორისო ალყასთან დაკავშირებით, დიპლომატიურ ალყასთან დაკავშირებით, რაშიც ივანიშვილია მოქცეული. მაიმარის სამკუთხედის განცხადება ვნახეთ, ჩვენ ვნახეთ მარკო რუბიოს განცხადება და გზავნილი ვიცით რომ არის თურმე რაღაცა გზავნილი ამერიკელებისგან, ტრამპისგან, მის ადმინისტრაციისგან, რასაც ივანიშვილი უბრალოდ ამბობს, რომ მე არ მინდა ამის მოსმენა. კი. აი ეს ვითარება რა მდგომარეობაში აგდებს ერთი მხრივ ივანიშვილს და მეორე მხრივ ოპოზიციას, რომელმაც რაღაცა უნდა იმოქმედოს აქედან გამომდინარე. ხო, მე აი ამ საერთაშორისო საკითხებზე საუბარს დავიწყებდი დღევანდელი კარასინის განცხადებით, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი იმისი სად ვართ ზოგადად, როგორ აღვიქმებით უკვე რა. ნუ ერთია და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ დასავლეთი არის ჩვენს მხარეს, ანუ ქართულ ხალხს გულისხმობ და ისინი მზად არიან ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმის და ამის ძალიან კარგი მაგალითი არის მეგობარი აქტი, ხო? ორპოლუსიანი მეგობარი აქტი, რომლის მოქმედებაც განსაზღვრულია იმაზე, შენ რა არჩევანს გააკეთებ. ანუ მე გულისხმობ საქართველოს, ხო? ამერიკამ როგორც სახელმწიფომ შექმნა აი ეს კანონი, რომელსაც ცოტა ხანში იქნება კანონი, რომელიც ყველა შემთხვევაში იმის მიხედვით იმოქმედებს, შენ როგორ იმოქმედებ. ანუ რას გააკეთებ დემოკრატიასთან მიმართებაში საქართველოში. მეორეს მხრივ აგერ დღეს ვნახეთ ჩვენ და გუშინდელი კობახიძის გამოსვლის პარალელურად ჩვენ ხმამაღლა გვითხრა კარასინმა, რომ საქართველოში ხელისუფლებამ ჭყალებში, რა თქმა უნდა, ის ხელისუფლებად მოიაზრებს თავის პარტნიორებს, საქართველოში მოამზადა ნიაზდაგი რუსეთთან დაახლოების. ანუ როგორ ითარგმნება პრინციპში თარგმანი არ ჭირდება, ეს ნიშნავს რას, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ, რასაც ქართველი ხალხი ამბობს, რომ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ეს არის რუსული რეჟიმი, რომელმაც გადაუხვია ევროპის გზას და დაუახლოვდა რუსეთს. ეს არის ძალიან მკაფიო მაგ. სხვათა შორის მე მინდა ეხლა თუ მაქვს საშუალება ყველაზე კარგად ეს ყველაფერი ჩანს განათლების სისტემაში. ყველაზე კარგად. სამწუხაროდ ძალიან ცოტა საუბრობთ ამაზე, თითქოს განათლების სისტემა ამის ნაწილი არ არის. მაგრამ როდესაც საერთაშორისო მდგომარეობაზე ვლაპარაკობ და როგორც თვით აღქმაზე, როგორ აღვიქვამთ ჩვენ თავებს, ისე საერთაშორისო აღქმებში ეს მოდელი აჩვენებს. ნახეთ, თქვენ ახლა გადაათვალიერეთ, იგივე თუნდაც მე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვმუშაობ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თითქმის ყოველდღიურად აზიარებს და ცდილობს რომ ურთიერთობები დაამყაროს სხვადასხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან სოფლიო მასშტაბით. ხო, ამერიკის იქნება, საფრანგეთის, გერმანიის თუ ასე შემდეგ. ანუ ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ არის deep state, იმას რასაც deep state-ს უწოდებენ, ხო, რაღაც როგორ შეიძლება ხა ბერლინის, ნიუ-იორკის, რა ვიცი, ლონდონის უნივერსიტეტებს deep state-ი უწოდოთ. ერთის მხრივ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ ურთიერთობას ვამყარებთ, ხოლო მეორეს მხრივ ხედავთ, რომ განათლების სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი უკან დახვევა გვაქვს. რას გულისხმობს ეს? გერმანიასთან მომავალი აკადემიური თანამშრომლობა გაიყიდა. ეს პირდაპირ მნიშვნელობით არის დამანგრეველი არა მარტო განათლების სისტემის, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების. რატომ? რის გამო გაიყინა? იმის გამო, რომ საქართველოში დემოკრატიული მართლობა ჩაბარდა წარსულს. ანუ თვით განათლების სისტემაში ყველა დონეზე ეს იზოლაციას მოხდები. იმიტომ რომ ქართული ოცნება ეს არის ტყუილზე აწყობილი, რუსულ პროპაგანდაზე აწყობილი სისტემა, რომელიც თითქოს თავის ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, ატყუებს, რომ ისინი ახლო ურთიერთობაში არიან, აი დაუშვათ იგივე უნივერსიტეტებთან, ხოლო მეორე მხრივ ეს უნივერსიტეტები ამბობენ, რომ
საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების არქონის გამო გერმანიასთან ურთიერთობები ცოტა ხანში ჩემი და თქვენი შვილების დიპლომებს არავინ არ აღიარებს საერთაშორისო მასშტაბით. ცივილიზებული უნივერსიტეტები აღარ აღიარებენ ამას. კი, ეს პრობლემა დგას ამბობს. შედეგი რა. მადლობა ძალიან დიდი, ვანო წერეთელი იყო ჩვენი სტუმარი.